სახარებაი მათესი, თავი მეორე. ხოლო იესუის შობასა ბეთლემს ურიასთან ისასა, დღეთა ჰეროდე მეფისათა, აჰა მოგუნი აღმოსავალით მოვიდეს იერუსალიმთ და იტყოდეს. სად არის რომელი იგი იშვა მეუფე ჰურიათაი? რამე თუ ვიხილეთ ვასკვლავი მისი აღმოსავალით და მოვედით თაყვანისცემად მისა. ვითარცა ესმა ესე ჰეროდეს მეფესა შეძრწუნდა და ყოველი იერუსალიმი მისთანა. და შეკრიბნა ყოველი მღვდელთ მოძღვარნი და მწიგნობარნი ერისანი და იკითხვიდა მათგან. სადა უკუე შობადარს ქრისტე? ხოლო მათ რქვეს მას, ბეთლემს ურიასთან ისასა, რამე თუ ესრეთ წერილ არს წინაისწარმეტყველისა მიერ. და შენ ბეთლემ ქვეყანაი ეგე იუდაისი, არასადა უმრწემეს ხარ მთავართა შორის იუდაისთა. რამე თუ შენგან გამოვიდეს წინამძღვარი, რომელმა დამწყსოს ერი ჩემი ისრაილი. მაშინ ჰეროდე იდუმალ მოუწოდა მოგუთა მათ და გამოიკითხა მათგან ჟამე იგი გამოჩინებისა მის ვარსკვლავისაი. და წარავლინა იგინი ბეთლემ და რქვა, მივედით და გამოიკითხეთ ჭეშმარიტად ყრმისა მისთვის და რა ჟამს პოვოთ იგი მითხართ მე, რაითა მეცა მივიდე და თაყვანისცე მას. ხოლო მათ ვითარცა ესმა ესე მეფისა მისგან წარვიდეს. და აჰა ვარსკვლავი იგი, რომელი იხილეს აღმოსავალით, წინა უძღოდა მათ, ვიდრემდე მოვიდა და დაადგრა ადგილსა მას, რომელსა იყო ყრმაი იგი. ხოლო მათ ვითარცა იხილეს ვარსკვლავი იგი, განიხარეს სიხარულითა დიდითა ფრიად. და ვითარცა შევიდეს სახსა მას, იხილეს ყრმაი იგი მარიამის თანა დედისა თვისისა და დავარდეს და თაყვანისცეს მას. დააღაღეს საუნჯეთა მათთა და შესწირეს მისსა ძღვენი, ოქროი, გუნდრუკი და მური. და მოიღეს ბრძანებაი ჩვენებით, რაითა არა მიაქციონ ჰეროდესა, არამედ სხვით გზით წარვიდნენ სოფლა თვისა. და ვითარცა განეშორნეს იგინი, აჰა ანგელოზი უფლისაი გამოუჩნდა ჩვენებით იოსებს და რქვა. აღდეგდა წარიყვანე ყრმაი ეგე და დედაი მაგისი და ილტოდე ეგვიპტედ. და იყავ ნუნ ვიდრემდე გრქვა შენ, რამე თუ ეგულვების ჰეროდეს მოძიებად ყრმისა მაგის და წარწმენდა დეგე. ხოლო იგი აღდგა და წარიყვანა ყრმაი იგი და დედაი მისი ღამე და წარვიდა ეგვიპტედ და იყო მუნ, ვიდრე აღსასრულამდე ჰეროდესა. რაითა აღესრულოს სიტყვა იგი უფლისაი თქუმული წინაისწარმეტყველისა მიერ. ეგვიპტით უწოდი ძესა ჩემსა. მაშინ ვითარცა იხილა ჰეროდე რამე თუ მოიკიცხა მოგუთა მათგან განისხნა ფრიად. წარავლინა და მოსყვიდნა ყოველი ყრმები, რომელი იყვნენ ბეთლემს და ყოველთა საზღვართა მისდა. 2 წლითგანი და უდარესი მსგავსად მის შამისა, ვითარცა გამოიკითხა მოგუთა მათგან. მაშინ აღესრულა თქუმული იგი იერემია წინაისწარმეტყველისაი, რომელი იტყვის, ხმაი ხრამაი თისმა, გოდებისა და ტირილისა და ტყებისაი მრავალი. რაქელს ტიროდა შვილთა თვისთა და არა უნდა ნუგეშინის ცემის რამე თუ არა არიან. ხოლო რა ჟამს აღესრულა ჰეროდე, აჰა ანგელოზი უფლისაი გამოეცხადა ჩვენებით იოსებს ეგვიპტეს და რქვა. აღდეგდა წარიყვანე ყრმაი ეგე და დედაი მაგისი და წარვეთ გვეყანად ისრაელსა. რამე თუ მოსწყდეს რომელი ეძიებდეს სულსა მაგის ყრმისასა. ხოლო იგი აღდგა და წარმოიყვანა ყრმაი იგი და დედაი მისი და მოვიდა გვეყანად ისრაელსა. და ვითარცა ესმა რამე თუ არქელაოს მეფოს ჰურიასთანს ჰეროდეს წილ მამისა თვისისა, შეეშინა მისვლად მუნდა ბრძანებაი მოიღო ჩვენებით და წარვიდა კერძოთა გალილეაისათა. და მივიდა და დაეშინა ქალაქსა შინა, რომელსა რქვია ნაზარეთ, რაითა აღესრულოს თქუმული იგი წინაისწარმეტყველისა მიერ, ვითარმედ ნაზარეველ ეწოდოს.